გურამ, ესე იგი პირველ რიგში მე მინდა როგორც მშობელმა მადლობა გადაგიხადო ეს წიგნი რომ დაწერე. მადლობა. და ჩვენი კლუბის ქალბატონებმა წავიკითხეთ ეს წიგნი, სხვადასხვა შეგრძნებები წამოიღო, ესე იგი სხვადასხვა შთაბეჭდილებები და მინდა გთხოვო რაღაც რამდენიმე კითხვას დაგისვამ, რომ გაგვცე პასუხი. და ერთ-ერთი რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნო, ჩემს მეგობარს ურჩი ამ წიგნის წაკითხვა და ესე იგი წავიკითხავ, ხო? რას ურჩევდით დედებს, რომლებიც დაიწყებენ ამ წიგნის კითხვას და პირველ აბზაცში საკუთარ შეცდომებს ამოიცნობენ, რომ თვითგვემაში არ ჩავარდნენ, როგორ შეიძლება წარსული შეცდომების გამოსწორება ზრდასრულ შვილთან. და ესე იგი პროტესტი არ გამჩენია, შიში გამიჩნდა, რომ დანაშაულის გრძნობა ამეკვიატებოდა. მე ის კატეგორია ვარ, წარსული ტრამვების გამო ყველაფერი ჩემი ბრალი რომ მგონია და ასეთი მკითხველი იქნება სხვაც. ხო, საინტერესო შეკითხვა არის. მე ვფიქრობ, რომ დანაშაულის შეგრძნება ეხლა წესით არ იგით ეს არც ერთ ვარიანტში ამ წიგნის სამკითხველს არ უნდა გაუჩნდეს, იმიტომ რომ პირველი ყდაზევე აწერია, რომ მე თვითონ მაქვს ბევრი შეცდომა დაშვებული ჩემ შვილთან. პირველთან უფრო მეტი მაქვს, მეორესთან უფრო ნაკლები, მაგრამ მაინც ბევრი არის. საიმისოთ, რომ მაშინ მეც მქონდეს ძალიან დიდი დანაშაულის შეგრძნება. მე ამას ესე უყურებ, რომ ჩვენ მშობლები გავხდით რაღაც თაობაში ეს უფრო მეტად იყო ბუნებრივი, ისე რომ თქვა ჩვენთვის არავის უსწავლებია რა არის სწორი მშობლობა, სწორად აღზრდა ბავშვის. ცდისა და შეცდომის მეთოდებით მუშაობდით ხოლმე ბავშვებთან, მოზარდებთან, ან რაღაც საოჯახო სცენარები გადმოქონდა პირდაპირ ესე როგორც იყო თქვა რაღაცას ვაკოპირებდით და პირდაპირ ვიქცეოდით ხოლმე. ამაში ჩვენი ბრალეულობა და დანაშაული მე ვფიქრობ რომ არ არის. ეს ერთი. მეორე არის ის, რომ ყველანაირ ბრალეულობას და დანაშაულს აქვს გამოსყიდვის და ესე იგი შეცვლის პერსპექტივაც. ეგეც არსებობს. თქვა თუნდაც უნებურად არა ნებით დაუშვი რაღაც დანაშაული, ხო უნდა დავტოვოთ სივრცე სინანულისთვის. თქვა თუ მე ხვდები რაღაცა პერიოდი, თქვა პირობითად 20 წლის წინ რაღაც შეცდომებს უშვებდი ჩემ შვილთან, შეგნებულად უშვებდი, იმიტომ რომ ჩემთვის ეს კომფორტული იყო, თქვა, ხო? რა არის მშობელი, რომ თქვა, შვილს აზიანებს საკუთარი თავიდან გამომდინარე, ანუ საკუთარ მოთხოვნილებებს უფრო წინ აყენებს, თქვა, იმ მომენტში, იმ შემთხვევაში და აზიანებს, თქვა. თუნდაც მოდი თქვა, რომ გაცნობიერე, ანუ მე ძიმე შემთხვევას ვამბობ. ამ შემთხვევაშიც თუ თქვა 20 წლის თავზე ადამიანი ამ საკუთარ შეცდომებს განიცდის, თქვა, ხო, მას პერსპექტივა კიდევ რჩება რაღაცის, იმიტომ რომ ჩვენ ხო ის არა ვარ სტატიკური მოცემულობა ხო არ ვართ, რომ რაღაცა შეცდომა დაუშვით და ბეჭედი განაჩენი გამოტანილია, ესე იგი ნაგავზე ვართ გადასაყრელები. როცა ადამიანი რაღაცას აშავებს, აფუჭებს თუნდაც, ხო, თუ უნებურად აკეთებს, რა თქმა უნდა, უნებურად აკეთებს, თუ ნებით აკეთებს, ესეც რაღაცაში სჭირდება. საკუთარი სისუსტიდან გამომდინარე მოქმედებს ადამიანი, ხო, ჩვენი სისუსტიდან გამომდინარე ვიქცევით როგორც სუსტები. ამიტომ ამ შემთხვევაშიც ვფიქრობ, რომ დანაშაულის შეგრძნება თუ გაჩნდება, ეხლა ვერც ვერ უზავთ გაჩნდება და გაჩნდება, მაგრამ უნდა გავიმხნევოთ თავი იმითი, რომ აი ამ წუთას მე რა კი მიჩნდება სურვილი, რომ რაღაცა შევცვალო, თქვათ, ხო? ეს ასპარეზი კიდევ წინ არის, კიდევ არსებობს, თქვათ, ხო? პირველ რიგში ბუნებრივად რა ხდება ხოლმე, რომ შვილიშვილებთან ვასწორებთ იმ შეცდომებს, აი ბებიები და ბაბუები, პაპები და ბებოები, ასე ვთქვათ, უფრო ქართული ვარიანტი სწორი ეს არის. ამას ახერხებენ ხოლმე, რომ შვილთან დაშვებულ შეცდომებს შვილიშვილებთან ასწორებენ. ზოგი ამას ვერ აკეთებს. აი, კაი შემთხვევა თუნდაც ეს იქნება, რომ ვთქვათ, შვილიშვილის აღზრდის პროცესში იმ ჩემი დამახინჯებული სცენარებით არ შევიჭრა. რაღაცა ვთქვათ, პირიქით, ვთქვათ, აი შვილსა და შვილიშვილს შორის ურთიერთობაში რაღაცა გამანეიტრალებელ ხიდად შეიძლება ჩავდგე, ბევრი რაღაც შეიძლება გააკეთო. ანუ შეცდომა ხშირად არის ხოლმე ზუსტად აი დიდი რაღაც ახალის დასაწყისი. მე არც მინდოდა რომ გამეკეთებინო თქვათ რამე ისეთი ამბავი რომ მშობელი რამეში დამედანაშაულები და ჩვენ მშობლები ახლა უმეტესობას ყოველ შემთხვევაში მშობელს ესე მჯერა საკუთარი შვილი უყვარს და თუ რამეს აშავებს უნებურად აშავებს. ამიტომ შენს მეგობარს მე ესე ვეტყოდი რომ
შეიძლება ეს რაღაც წერური ოსტატობის ნაკლებობა იყო, რა კი ესეთი ამბავი გაუჩნდა, მაგრამ თუ წაიკითხავს, მიხვდება, რომ ჩემი შეცდომები ბევრი არის ამ წიგნში გამოტანილი. ანუ მე ღიად ვცდილობ, რომ ვილაპარაკო მე რა შეცდომები დავუშვი შულთან. აი თქვა, თუნდაც რაღაცის თქმა უნდა და არ მოусმინე და ამან ბევრი რაღაცა მე შემდგომში განაპირობა. ცუდი, მე ვეცადე რომ გამომესწორებინე. ბოდიშის მოხდა ყოველთვის შეიძლება რა. ეგეც იყო ჩემი კითხვა, ესე იგი, რომ აი რამ განაპირობა, იმიტომ რომ შენ გაქვს ძალიან დიდი გამოცდილება ბავშვებთან მუშაობის, როგორც თქვა, წერის კურსები არის, ხო? შენთან ბავშვები დადიან წერის კითხვის ასევე და შენ სკოლაშიც ასწავლიდი თუ ასწავლი ახლა რამე რომ ადრე ვასწავლდი სკოლაში, ახლა აღარ ვასწავლი. ოღონდ დიდი გამოცდილება დაგიგროვდა ამ ნაწილში და როგორც წერალს და ფსიქოლოგს მაინტერესებდა, რომ რა გახდა მაინც თავარი мотиваცია. დღეს წავიკითხე სხვა შორის Facebook-ში შენი პოსტი, სადაც გიწერია სათაური საიდან წამოვიდა. იქნებ მოგვიყვე ამაზე. ხო, სათაური წამოვიდა, გერმანიაში ვიყავი, ჩემ წინ მიდიოდა დედაშვილი. მე გერმანული არ ვიცი, მაგრამ სიტუაციებს სულ აკვირდები, ხო, რაღაცა დავდივარ, გაფათიცებული უყურებ ხოლმე, რაღაცა კარგი რო ავიღო იმიდან, ცხოვრებიდან ირგვლივ და ჩემთან ერთად ვინც იყო, იმან იცოდა გერმანული და წაიქცა ბავშვი, გორიალათი მიდიოდა და დედამისმა რაღაცა თქვა, ქართულ რეალობაში შეიძლება გვენახა ესეთი, რომ ან აიტაცებდა ხელში და ვაიმე რამე ხო არ იტკინე და აი ვიშია რაღაცა ან პირიქით ჩააფეთებდა და ეტყოდა, რომ სულ შე რატო იქცევი და აი რაღაცა ლამზირას ბავშვი არასოდეს არ იქცევა, ვის გავხარ, ან რაღაც ეგეც ეთყოდა. ეს გერმანელი ხალი ჩაიცუცქა, ანუ ბავშვის სიმაღლეზე დავიდა, 3 წლამდე იყო ეს ბავშვი. და ეკითხება და ამას მეუბნები, ეხა დროზე მითარგმნე მეთქი, რასაც ეთქვის თქო. მივხვდი რომ რაღაცა მოხდებოდა იქ და მითარგმნა ამ გოგომ და მეუბნება, რომ ეუბნება პირველი რომ ხო უსაფრთხოდ ხარ, რამე ხო არ იტკინე, ჩემი დახმარება ხო არ გჭირდება. ანუ დაამშვიდა ის თავისი შვილი, არ ჩაერია ზედმეტად, დაუტოვა სივრცე იმისთვის, რომ თვითონ მოეგვარებინა თავის პრობლემა, ოღონდ შესთავაზა, თუ ჩემი დახმარება გჭირდება, შენს გვერდით ვარ. და იმ პატარამ უთხრა, რომ არა, კარგად ვარ, თან ტირო და ტირილი შეწყვიტა, ცრემლები მოიწმინდა, ისევ იმ გორიალაზე დადგა და ზებრა გადასასვლელზე ერთად გადავიდნენ. ამას კი არ წაურთმევია ის გორიალა და მოდიმე წაგაღებინებ სახში და ზურგზე კი არ შეისვა. მიცა საშუალება, ასე ვთქვათ, დამოუკიდებლობის რა. არც მეორენაირად არ მოქცეულა, რომ შენი თავი შენთონვე იტვირთე და მე დისტანცირდები შენგან და არ დაგეხმარები. ანუ ორივე შესთავაზა, ორივე არჩევანი და გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში ბავშვმა აი ესე მიიღო. მე რო ფიქრობდი, რომ ეხა ესეთი ბავშვი რო გაიზრდება, მისი დამოუკიდებლობის კოეფიციენტი რა თქმა უნდა უფრო მაღალი იქნება რა. და მაშინვე ვიფიქრე, რომ მქონდა იდეა ამ წიგნის დაწერის და მეთქი უნდა დავწერო ეს წიგნი ხელი გამიშვი დედა და ოთარ ანთქვრივის ტექსტზე მუშაობის შედეგად, ესე ვთქვათ, განხილვის შედეგად მივხვდი, რომ ეს პრობლემა ილია ჭავჭავაძემ საუკუნეზე ცოტა ადრე დაგვიტოვა ქართველებს და გითხრა, რომ ჩვენთან ეს განსაკუთრებული სენია. რომ ქართველი დედა იმდენად უზრუნველია, რომ შეიძლება ნიანგივით შემოეხრჩოს თავისი მზრუნველობით შვილი. და ოთარ ანთქვრივის პრობლემა ზუსტად ეს არის, რომ ოთარ ანთქვრივი როგორი მზრუნველი დედაა, ხო, მაგრამ გამოეპარა ის, რომ შვილი ცოტა გვიან ახდენ სეპარაციას დედისგან. 21 წლის არის. 21 წლის და უკვე გვიან არის რა. მართალია მაინც მიდის ხერხდება ეს ამბავი. ანუ ეს ილია ჭავჭავაძემ გვაჩვენა, რომ ეს აუცილებელია დედასა და შვილს შორის განცალკევების მტკივნეული პროცესი. მაგრამ თავდება ტრაგიკულად სწორედ იმიტომ, რომ ხანდახან ის მეორე მხარე შვილი არ არის ხოლმე საამისოდ მზად, იმიტომ რომ რაღაცა დაგვიანებული არის რა. ამიტომ ეს ტექსტი გახდა, ასე ვთქვათ, ინსპირაცია წიგნის დაწერის და სათაური მოვიფიქრე აი ამ გერმანიაში მომხდარი. ხო, ძალიან ჩემი აზრით ძალიან სწორად ჩერჩეული სათაურია, იმიტომ რომ რაც ყველაზე ხშირად ვლაპარაკობთ ხოლმე არის, რომ აი რაღაც რეულად ძიმე აკლია, ოღონდ სათაურში დიზაინერმა თქვა არ მოუხდება, ხელი გამიშვი, ძიმე უნდა იყოს და დედა. რომ აი ეს ვერ ხერხდება დროულად ხელის გაშვება. და მაინტერესებს, რომ აი შენს მოსწავლეებთან, ბავშვებთან აი რას ხედავ ხოლმე ყველაზე ხშირად ამ თვალსაზრისით, ყველაზე მეტ შეცდომას მშობლები სად უშვებთ? ну, რა ვიცი, ბევრ შეცდომას უშვებთ. ეხლა მამები სხვა პრობლემებს აი ყველაზე ისეთი რა, რაღაცა ყველაზე მსხვილით რომ დავიწყოთ რამდენიმე. მე რასაც ხედავ ხოლმე ყველაზე ხშირად მოსწავლეებთან ურთიერთობისას, ვაწყდები შემდეგ პრობლემას, რომ მშობლებს არ აქვთ ცხოვრება რეალიზებული.
ანუ შემდგარი ცხოვრება აქვთ ერთის რაღაცა თქვათ რაღაცებს თებს დგავენ ახეთ-იქით. მაგრამ მათი შინაგანი ცეცხლი არ არის დანთებული ისე როგორც უნდა იყოს. აი ეს შემოქმედებითი ესე იგი ინტელექტი არ არის ხოლმე რეალიზებული. აი ხშირად ჩემთან მოყავთ შვილები ისეთ ადამიანებს, რომლებსაც თვითონ ქონდათ შემოქმედებითი რაღაცა ნაკვერჩხალი დანთებული და ჩააქრეს თავის დროზე და ეხლა შვილები მოყავთ, რომ იქნებ იმან დაწეროს ტექსტი ან რაღაცა ისეთი გააკეთოს. ხშირად ესე ხდება ხოლმე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ბედნიერი ოჯახის ასე ვთქვათ საწყისი ეტაპი არის ის, რომ მშობელმა რაღაცა ეს კამერა შემოატრიალოს საკუთარი თავისკენაც და რაღაცა უფრო მეტი დრო დაუთმოს საკუთარი თავის რეალიზებასაც. ამ შემთხვევაში მეტ დროს დაუტოვებს შვილს ასევე რეალიზებისთვის, ეს ეგოიზმი არ არის რა. შენ რო ბედნიერი ხარ, შვილიც ბედნიერი, აი თქვა ცოლს რო ეტყვის ქმარი რო როგორ მიყვარხარ ან რაღაცა უჩქმეც ან რაღაცას იზავს თქვა ხო ბავშვი ამ დროს ის რო ბედნიერდება რომ მშობლებს ესე იგი რაღაცა ერთმანეთი უყვართ რა. ამიტომ მე მგონი ხანდახან კაცის ცხოვრება ძალიან მარტივია, ხშირად უთხრას ცოლს რომ ლამაზი ხარ, მიყვარხარ რაღაც ესეთი რაღაცები უთხრას და ქალის შემთხვევაში თქვა აი ეს საკუთარი თავის რეალიზებული ნაწილი უკვე საკმარისია იმისთვის, რომ თქვა კარგი დედა იყოს. აი ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე რომ ბევრს გონია რომ ცუდი დედა ვარ, ეს რაღაც აკვიატება მე ვარ ეგ. დანაშაულის შეგრძნება. დროს ვაკლებ, აი ეს მომენტი არის. მე ვფიქრობ, რომ მეც ახლა ჩემი ბავშვობა რომ ახსენდებოდა ხოლმე, ჩემი მშობელი რომ შვიდად იყო და ბედნიერი იყო, ჩემთვის ეს ძალიან ბევრ ამეს აი საკმარისობის შეგრძნება მქონდა ამ შემთხვევაში, რომ ჩემი მშობელი რო არის აი რაღაცა თქვა მის თვალზეც რომ სარხედავ რაღაცა ბედნიერია იღიმის და რაღაცა ფეხსაცმელი ეხა ესეთი მეცნეოდა თუ ისეთი საერთოდ არ მახსოვდა ეგ ამბავი საერთოდ რაღაცა პერიოდი მით უმეტეს ეგ ჩვეულებრივი თემა არის რა ამიტომ ბალანსის დაცვა საჭიროა ეხა მეორეს მხრივ ეხა ძალიან ბედნიერია და კუჭი უხმება შვილს თქვა ესაც არ გამოდის მაგრამ აი ამ ბალანსის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვფიქრობ რომ აი ამ წიგნში ამაზეც არის ლაპარაკი რომ რაღაც მომენტში გამოვყოთ დრო იმისთვის რომ შვილებს მოვუსმინოთ ეს მეორე ნაწილია წიგნისა როგორ ველაპარაკოთ შვილებს იქაც არის ამ თემებზე საუბარი მაგრამ ამ წიგნში კიდევ უფრო მეტად აქცენტი გაკეთდა თქვა აი ამ ოჯახურ ურთიერთობებზე და ეხლა ვაპირებ კიდე რაღაცა ამ ხაზის გაგრძელებას და კიდევ ერთი ტექსტის გამოცემას რომელიც რაღაც შიშების საკითხს უნდა მეთქვა ხა ზუსტად რა არ ვიცი ხა შენ რომელ შიშებზე წერის მაგრამ მე რასაც ვუყურებ ერთი ნუ აი ჩემს თქვა კლიენტებში კოუჩინგში ან მენტორინგში ვინც მოდის ხო და კარიერულადაც რაღაცნაირად გადაჯაჭვული არის ის დანაშაულის განცდა რო აქვს მე კარიერულ წარმატებაშიც მიყვებათ ხოლმე ვერ რეალიზდებიან იქ სრულად და რადგანაც ქალებისთვის არის თქვა ეს ხო ჩანაწერი არის ძალიან ხშირად რომ ვერაძლევენ თავს უფლებას რომ შენ ძალიან მომეწონა აქ ტერმინი შემოქმედებითი ინტელექტი ახსენე ხო შემოქმედებითი ინტელექტი ვერ არის თქვა რეალიზებული ერთი პრობლემა ეგ არის გავრცელებული რაც მინახავს და მეორე რომ ზედმეტად შფოთავენ მშობლები აი მაგალითად ციტირება რომ გავაკეთო არის რომ მე შინია რამე არ გამომრჩეს იმიტომ რომ მე მიყურებს ყველა რომ თქვა ჩემო შუმასაც ჩააბაროს ყველა მე მეკითხება ოჯახში და მე არ ვიცი რა ვურჩიო, ამიტომ ეს დანაშაულის განცდა მაქვს შფოთავ, რომ რამე არ შემეშალოს და რამდენად შეიძლება რომ ამ შფოთვებმა და შიშებმა ხარ ვიცი შენ რა შიშებზე ამბობდი. ეგ ნაწილიც იქნება იმ წიგნში კი აი რა შეიძლება თქვა ამ დროს მაგ შემთხვევაში ეგ ხო კულტურიდან წამოსული დაკვეთაა, იმიტომ რომ რატომღაც აი რაღაც რომ მოხდეს სახლში თქვა ღმერთმა ყველა საშოროს, მაგრამ რაღაც უბედურება რომ მოხდეს პირდაპირ თვალები ყველას შემოტრიალებულია დედისკენ. დედა სად იყო ამ დროს? თითქოს ეხა მამა არ არსებობს რა, ანუ ეხა ჯერ ერთი ხო ხტები აი რატო უნდა იყოს რაღაცა ესეთი კულტურულად აქცენტი უფრო მიდის ხოლმე დედისკენ და დედა მით უმეტეს ეხა ჩვენ რეალობაში მუშაობს, კიდე რაღაცა შვილს იმაშვება, ზრდის, მერე ქართულ ქალთან რაღაცა კიდე ეს დედობის რაღაცა კიდე ისი აქვს რომ კიდე ვიღაცა ზრდას რო კაცებსაც ზრდის ხშირად ქმარსაც დედასავით ზრდის და მოკლედ არის ამ როლში რაღაცა ძალიან ზედმეტად გაჩხერილი ასე ვთქვათ რა ამ ნაწილში მე ვფიქრობ რომ კაცებს გვევალება ალბათ რომ შევეხიდოთ რაღაც ნაწილში ვთქვათ ქალებს რომ ეს ტვირთი მოუხსნათ
იმიტომ რომ დანაშაულის შეგრძნება რა თქმა უნდა აჩენს ის რომ რაღაცა პასუხისმგებლობა გაქვს რაღაც დონეზე დაკისრებული ბავშვობიდან თქვა ხო აი სულ ამბობ ხოლმე რომ სადღაც ვიქეიფებთ ან რაღაც რო ხდება ხო ბუნებრივად დგება რომ კაცები დგებიან ფეხზე და მიდიან თქვა სიგარეტის მოსაწევად ან ტელევიზორის საყურებლად და ქალმა უნდა დაიწყოს ხეხვა რაღაცაებებ გააკეთოს ამ დროს ანუ ეს ხო არავის არ აი სადმე ხო არ წერია რომ ჭურჭელი მარტო ქალმა უნდა გარეცხოს თქვა თან რაღაცა ხო შეიძლება რომ ხანდახან შეენაცვლოს ერთმანეთს რა რაღაცა ამ დროს თქვა დედებს რას ურჩევდი რომ როგორ ჩართონ ეს პასუხისმგებლობაში სადღაც უნდა გაწყდეს ხოლმე ეს ჯაჭვი რომ თქვა აი ხა მე მაგალითად აი არ ვიცი ბუნებრივად მე ჩემ თავს დავასწავლე ეხა დედა ჩემიც ესეთი მზრუნველი ადამიანია რომ აი რაღაცა ხო ხდები რომ უნდა რომ თქვა რომ შეჭამ უცბად რაღაცა თებში აიღოს და გადადოს და რაღაცა მე მივეჩვე და ჩემ შვილებსაც ეხა ვასწავლი იმას რომ სულცირე ჩვენი ნაჭამი თებში ჩვენთან შეგვიძლია ჩავდოთ იმაში რა გასარიცხში ან სარეცხი ჭურჭლის სარეცხის მანქანაში სადღაც რა იმიტომ რომ ეს სხივისი დროის გამო თავისუფლებასაც იწვევს იმიტომ შენ რო ხალი ხარ ერთი ცხოვრები ცხოვრობ შენს მეც ხო ანუ შენი ცხოვრების წუთებიც ისე მიდის ჩემიც მიდის თქვა ხო ანუ ხა მე არ უნდა ვიყო წურბელასავით შენზე რაღაცნაირად ჩამოკიდებული რა თუ ხალი ამ თავისი რაღაცა გარკვეული ტიპის საზღვრების დაცვას უფრო მეტად ისწავლის ფიქრობ რომ ბევრ ნაწილში დაალაგდება ეს ურთიერთობა მათ შორის შვილებთანაც თუ სწორად გავიგე საზღვრების დაცვა უნდა ვისწავლოთ პირველ რიგში ეგ უნდა მოხდეს ხალებმა და რაღაცნაირად პასუხისმგებლობა გადავუნაწილოთ შეიძლება კულტურულად დასწავლილი გაგროვებული თვითონ ხალებს არ მოსწონთ ეს აი თქვათ რომ რაღაცა თქვათ რო ეუნები ამ ვერსიას რო თავაზობ ის პირიქით ბრაზდება და ამბობს რომ თითქოს როლი წაართვი მიხვდი აი ყოფილა შემთხვევა რომ მithქვამს რომ აი გულწრფელად შემითეზავზე ავიღებ რა ვიცი შემთხვევით სტუმრათაც რა ჩემთებ ჩავდებ რა ბოლო სულცი ან აგალაგ და აი ბრაზდება რომ რას ქვია მე ანუ შეურაცხყოფას მაყენებ ჩემი მოვალეობაა ჩემი როლია რაღაცა ხო კი ბატონო იყოს თქვათ შენი როლი ხა მაგაზე კი არა შეიძლება თქვათ იმ წუთას ზოგმა იუხერხულოს და ესე ამიტომ მოიქცეს მაგრამ ხშირ შემთხვევაში ჩვენ კულტურაში ეს დაგვასწავლეს ესე რომ რაღაცა როლებია განაწილებული ეს სხვათა შორის კაცსაც იგივე ტვირთსაც იმაშება უწესებს რა აი თქვათ მაინც და მაინც თავარი შემომტანი შენ თუ არ იყავი რაღაცა ფინანსური თვალსაზრისით ოჯახში ვთქვათ ხო არარაობა ხარ და მე ხშირად ეს ცვედანი კაცების რაოდენობა მატულობს ხოლმე ეხლა შეიძლება პირიქით იყოს რომ ქალს უფრო მეტი ხელფასი ქონდეს შეიძლება კაცს უფრო ნაკლები ხო შეიძლება ესე მოხდეს უფრო მაღალი კვალიფიკაციის ქალია და ნაკლები კვალიფიკაციის კაცია ამის გამო კაცობა ხორნო ჩამოვართვათ და გაუნულოთ ხო ხდები აი ეს კულტურული რაღაცა ისინი ამბები ხელს გვიშლის ხო? ხო, იმ კულტურულ მასზე მინდა და მეკითხა, რომ შენი აზრით იმ გერმანელ დედას რა დაეხმარა, რომ ასე მოქცეულიყო? პირველი დაეხმარა ის, რომ მისი შვილი რომ წაიქცა, დანაშაული შეგრძნება თვითონ არ აუღია საკუთარ თავზე. ანუ ჩემი შვილი რომ წაიქცა, ჩემი ბრალი ეს არ არის, იმიტომ რომ წაიქცა რა, ეხლა ადამიანი იქცევა, ხან წაიქცევა, ხან არ ბავშვი მით უმეტეს, ხო? აი ეგ არის ხშირ შემთხვევაში, მე ის თავდასხმაც აი ხშირ შემთხვევაში მე სხვადასხვა თბილისში ჩამოვით აეროპორტში მოხდა ზუსტად იგივე შემთხვევა წაიქცა ბავშვი, ნუ გარბოდა და წაიქცა და ქოქოლა დააყარა დედამისმა რომ და უნარო ხარ არაფერი არ შეგიძლია ეს რა დაგემართა აი ისეთი ტრაგედია შექმნა რომ აი ყველა გავნერვიულდით რომ თითქოს რაღაცა ბავშვია რა წაიქცა შეიძლება გადაიქლითოს ეხა მუხლე რამდენჯერ წავქცეულ ვართ რაღაცა მოხდა რა თქვა ხო შიშისგან ადამიანი ხო სხვადასხვანაირად იქცევა ამ შიშის და დანაშაულის შეგრძნების გზს ვიღაცა თქვა საკუთარ თავს აბრალებს ვიღაცა სხვას გარეთ აბრალებს რა ამ შემთხვევაში ამ ბავშვს ესე თავს დაესხა დედა ნუ რა თქმა უნდა მზრუნველობით უნდოდა მაგრამ ცუდად გამოუვიდა რა ამიტომ დანაშაულის განცდა არ ქონდა დანაშაულის განცდა არ ქონდა მისი არ იყო ეს მისი ბრალი არ იყო ბავშვი რო წაიქცა კი ალბათ ერთი ეგ იყო, მეორე იყო ის, რომ დასწავლილიც იყო ალბათ, ხო? დასწავლილი იყო. ეგ სიტუაციაში როგორ უნდა ანუგეშო ბავშვი, იმიტომ რომ ხა მე რეაქცია რომ დავფიქრდი, მე ხომ რომ არა უშავს. აი არ ვარ პანიკიორ შადედა, მაგრამ თქვათ შეიძლება ვუფასურებ მეორეს ხრი და ისე თანაგრძნობას ვერ ვუწევ, რომ აი არა უშავს ადექი. და ამ შემთხვევაში დასწავლილი იყო. ეგეც შეიძლება ყოფილიყო, არა უშავს ადექი რა, იმიტომ რომ იმისთვის შეიძლება უშავდეს რა, იმ ბავშვისთვის იმ შეიძლება რაღაცა მისთვის ეს პრობლემაა. ამიტომ მაგ შემთხვევაში ეს რომ დაამშვიდო და რო უთხრა რომ თქვათ აქ ვარ, შენს გვერდით ვარ და ხუ არ გჭირდება დახმარება. ეს ძალიან მაგარი ის არის ამბავია რა, აი რაღაცა არ ვიცი, მე ვფიქრობ რომ დასწავლილი ქცევა უფრო იყო.
გერმანელებს მე მგონი რომ რაღაცა ეს დასწავლი ქცევა ეხმარებათ ისეთ სახელმწიფო ქონდეთ როგორიც აქვთ რა, მაგრამ ეს რომ გამოაცალო შეიძლება სულ ჩამოენგრეთ ყველაფერი, ანუ ჩვენი პლუსები ბევრი გვაქვს. მაგალითად კრიტიკულ სიტუაციაში როგორ მოიქცეს გერმანელმა ხანდახან არ იცის. ლიფტში რო გაიჭედოს შეიძლება ვერაფერი ვერ გააკეთოს და მე გავაღებ ლიფტს და გამოვძვრები იქით, იმიტომ ბევრჯერ გამიკეთებია ეს. ჩვენი უნარები რა თქმა უნდა უფრო უკეთესად შეიძლება გამოვიყენოთ რაღაცა გარკვეული ტიპის წესრიგთან ერთად. ხო და აი ამ მასზე მაინტერესებდა კიდე რომ თქვათ, როდესაც ძალიან გავრცელებული რაც არის, რომ რა ვიცი, უკვე მე-10 კლასიდან იწყება ხო მშობლების ფოთი და შიში, რომ რა პროფესია აირჩიოს ბავშვმა. ან თქვათ რა წრეზე იაროს და შენ როგორ ფიქრობ, აი შენი პროფესიული ცოდნებიდან გამომდინარე და რასაც უყურებ ამ ბავშვებს, ხო? სად აი რა უნდა გააკეთოს მშობელმა და როგორ არის ეს ბავშვის მშობლის პასუხისმგებლობები როგორ ნაწილდება ამ შემთხვევაში, რომ როგორ უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი? ყველაზე მთავარი ამბავი მე მგონი აი ყველაზე მაგარი მშობელი იმ შემთხვევაში არის ვინმე დედაც და მამაც თუ მოზარდს აგრძნობინებს რომ ყველა შემთხვევაში შენს გვერდით ვარ, ანუ შეცდომის დროსაც შენ გვერდით ვარ, გამარჯვების დროსაც შენ გვერდით ვარ. მოლოდინის რეჟიმი ძალიან დიდი ტვირთია ბავშვისთვის. ეხლა მე სპორტზე დავწერე წიგნი ძიუდოს მწვრთნელზე და ზუსტად ეგ თემები მაქვს გაშლილი იქითკენ რა. ძალიან ბევრი ძიუდოისტის ცხოვრება დაინგრა მას შემდეგ, რაც მშობლებისგან იყო მოლოდინი, რომ ოქროს медаლი გვჭირდება. და ბავშვისთვის ეს არის როგორი რაღაცა იცი რომ აი გაკავს იარაღდადებული ტიპი საჭიდაოდ. კი, მე შემიძლია დაგიდასტურო როგორც მოჭადრაკემ, ესე იგი რომ ეგ არ შეიძლება. ძიმესი ტვირთი იყო. ეგ უდიდესი ტვირთია რომ შენ აი თქვა აბა შენიცი შენგან ველოდებით ანუ არ ჭირდება ეს ამბავი რა. იმას ჭირდება გვერდში დგომა. აი მე საინტერესო кейსი აქვს ამ მწვრთნელს მოყოლილი. ცირეკიძე იყო ეგეთი ისა რა ქვია ძიუდოისტი, რომელიც 25 წლამდე ჭირაოდა და ამბობდა რომ ამისგან აღარ გამა 25 წლის არის უკვე და არაფერი და უცბად ჰოპ და მოიგო ყველაფერი. რატო თურმე რომ მშობლები უბრალოდ ეუბნებოდა რომ შენ გვერდით ვარ, რა მოიგებ, წააგებ, აქ ვზივარ, აი გელოდები, გიყურებ, სახში მოხვალ რაღაცა ვიზრუნებ, რაღაც ფილმასაც მე ჩაგაცმევ, აბაზანას დაგახვედრებ, იმას ვიზავ რა ქვია, დაღლილი ხარ, რაღაცას გავაკეთებ. მოგემსახურები კი არა, აი შენთვის ვიქნები, შენს გვერდით ვიქნები, ასე ვთქვათ და ტიპმა უცბად ყველაფერი გააკეთა რა. მან შეიძლება კიდე ის მომენტი ყოფილიყო, რომ ჩემზე რა მოქმედოდა, რომ მეტყოდნენ, რომ შენ ამასთან თქვა რაღაცა ვიღაც ფიდეს ოსტატი იყო და მე ასაკით პატარა ვიყავი, ამასთან მაინც ვერ მოიგებ და პროსტა უბრალოდ ითამაშე. როგორც წესი ვიგებდი, მინიმუმ ყაიმზებას ვასრულებდი. ანუ თუ ეს ფსიქოლოგიური წნეხი მეხსნებოდა, ვთქვათ, რომ აი დიდი მოლოდინები არის, უფრო კარგად დამაშავდი. თუ წინასწარ რო უთხრა, რომ ამასთან ეხლა აი განწირული ხარ, აზრი არა აქვს, აი ეგეც ხანდახან არასწორი. შენ უბრალოდ უნდა უთხრა, რომ რა ვიცი, გადიდე ჩვეულებრივად. ხო, ჩვეულებრივად რა, ანუ აქა ვარ, მე შენ გვერდი, მე შენი თამაშის პროცესით ვიღებ სიამოვნებას, შენი ცხოვრებით ვიღებ სიამოვნებას და არა იმითი ვთქვათ, ეს იქნები თუ ის იქნები. აქაც ისევ კულტურული ამბავია, რომ რაღაც ტალღებია ხოლმე ვთქვათ, ჩემ პერიოდში იყო რომ იურისტობა, ექიმობა, რაღაცა ბიზნესმენობა, ბიზნესის ფაკულტეტზე ყოფნა იყო ხოლმე მოდური და აბა ყველა იქითკენ გვერეკებოდნენ, ანუ არავინ არ გეკითხებოდა შენ ეს გინდა, არ გინდა, რაღაც ხო ხდები? ანუ ვკითხოთ. თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მით უმეტეს თანამედროვე მოზარდები ისეთები არიან, რომ ძალიან ესე აზემოსულები არიან ბევრი თვალსაზრისით რა. შენ უნდა უთხრა, რომ თუნდაც შეცდომა დაუშვა და არასწორი პროფესია აირჩიო, შენს გვერდით ვარ და შეწყვიტე სწავლა და ხელახლა გააკეთე, მერე რა. აი რაღაცა ჩვენ ძალიან უგეგმავთ ყველაფერს, მიხვდი? მოზარდს ჭირდება კალაპოტი, ანუ რაღაცა გარკვეული ტიპის ჩარჩოები უსაფრთხოებისთვის ჭირდება, მაგრამ არა ისეთი რაღაცა ტრუბაში ჩასმა, რომ მე რაც 13 ივნისი რო არ მოხდეს. მიხვდი რომ დაგროვდა და მე გაიჭედა და მე დაანგრია ყველაფერი. არც ეს რაღაც ორი უკიდურესობა. ჩარჩოები უნდა იყოს, მაგრამ წყლის გადმოსვლის საშუალება უნდა არსებობდეს რა, რაღაცა უკიდურეს შემთხვევაში, რომ შეიძლება იმ კალაპოტიდან ცოტათი გადმოვიდეს კიდეც რა, იმიტომ რომ აი ეს შუალედური გზა და ეს რაღაცა დანის პირზე სიარული ყოველთვის რთულია ხოლმე. მაინც აი რაღაც ჩვენი სეგმენტი არიან ესეთი დაკავებული, დასაქმებული, წარმატებული ქალბატონები, დედები. და აი სათაურს რო დავუბრუნდეთ, როგორ აი რას ურჩევდი შენ, რომ როგორ გავუშვათ ხელი სწორად შვილებს? აი ხშირ შემთხვევაში ზუსტად ეს პრობლემა არის ხოლმე,
შემდგარი აი ამ თვალსაზრისით კარიერულად შემდგარი დედების პრობლემა და რატო? აი ეს დანაშაულის შეგრძნება მათ შვილებთან რომ მეტროს რო ვერ უთმობენ ასე ვთქვათ ყოველდღიურობაში იმდენ დროს რამდენიც საჭიროა ამის გამო უფრო მეტად ეჭიდებიან. ერთი ვარიანტი არის ხოლმე ის რომ აი ესეთი ჩაჭიდებული დედების პრობლემა ხანდახან არის ხოლმე ეს რომ რაღაცის საკომპენსაციოდ ცდილობს რომ ასე ვთქვათ უფრო მიიჯაჭოს ეს შვილი. მეორე შემთხვევაა ხოლმე ხშირად რომ თავის პირად ურთიერთობაში არ არის იმდენად ბედნიერი და შვილისკენ გადმოაქვს მთელი ყურადღება. აი ვთქვათ პირად სოლქრულ ურთიერთობაში შეიძლება ვერ არის ისეთი შემდგარი რაღაცა დონეზე ეს ურთიერთობა და შვილებისკენ მთელი ეს თავის ენერგია და ყურადღება მთლიანად გადმოაქვს შვილებისკენ. ამიტომ ამ თვალსაზრისით ურჩიო რა ვიცი რა უნდა ურჩიო რომ მეტი დრო დაუთმოს საკუთარ თავს, საკუთარ პიროვნებას, საკუთარ ბედნიერებას და ამითი არაფერს არ უშავებს შვილს, იმიტომ რომ ხშირად კითხო, უბრალოდ ხშირად ელაპარაკო, აი იმ ქალივით კითხო, რომ მე აქ შენს გვერდით ვარ, რამე შემილია გავაკეთო? ხანდახან არ ეკითხები შვილს. იქნებ რაღაცა ჭირდება რა. მარტივად აი ხანდახან ეს დიალოგი, დროის გამონახვა ვთქვათ დღეში 10 წუთის გამონახვა შულთან სალაპარაკო თქო გადარბენაზე კი არა აი მართლა სიღრმისეულად რა ყოველგვარი ტელეფონების რაღაც ჩართვლის და იმის გარეშე გამორთე და უბრალოდ ადამიანთან ერთად იყავი ან ფილმი ნახე ერთად ან რაღაც ესეთი გააკეთე მე რა ჩემი შვილი ვიყავით ახლა კინოში ძალიან ცუდი ფილმი ვნახეთ მაგრამ მე მითხრა რომ არა უშავს შენთან ერთად ხო გავატარე 2 საათი ეს ჩემთვის ძალიან კარგი იყო და ნუ ეს დავიშალეთ რა. იცი რა მე ძალიან ხშირად ამ რჩევას ვაძლევ ხოლმე, ოღონდ ინგლისურად ვიტყვი რა, რომ you need to get a life. იმიტომ აი ქართულად როგორ თამარ შენი ცხოვრება უნდა მოძებნო, იპოვო, რაღაცა რეალიზე და მაინც როგორ ფიქრობ, აი რაღაცა მე მგონია რომ შეგექნება რაღაც ის რჩევა, რომ აი როგორ უნდა მოახერხონ ეს ამ ქალებმა. რომ აი რა გააკეთონ, არ ვიცი, შეიძლება იყოს ეს ჰობი. აი რას ურჩევდი? შენგანაც რომ მოისმინა. ბედნიერების წყარო არის რა, იცი, ყველა იღებს სხვადასხვა რაღაცისგან ამ ენერგიას. აი, სულ ფიქრობ ხოლმე, მე რისგან ვიღებ ენერგიას? დიდი ენერგიას ვიღებ შემოქმედებითი რესურსის რეალიზების შედეგად. ეს სექსუალურ ენერგიაზე მაგარია რაღაც ამბავში, შემოქმედებითი ენერგია. შემოქმედებითი ინტელექტის რეალიზება, რომ ყოველთვის შეიძლება არ იყოს ეს ცხადი რა, როგორ უნდა გავარეალიზოთ. ეს ერთი და მოგზაურობა, ეს ორი რაღაცა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე, რომ ენერგიას ვიღებ და საკმარისად კარგად მე შემიძლია თქვა სხვა რაღაცები ვაკეთო. ვიღაცისთვის აფიორი იყოს თქვა შემოქმედებითი წერას გულისხმობს ხატვას, სოვას, კარგოას. რა შეიძლება იყოს რა. აი ყოფილა შემთხვევა მე ერთმა ქალბატონმა მითხრა რომ უდიდეს სიამოვნებას ვიღებო სახში რო ვარ და რო ფუსფუსებ როგორც დიასახლის და ამ დროს როგორ ტიპი იცი რომ ვერ წარმოგიდგენ რომ ამას შეიძლება ქვაბიდან რაღაცა ის ამოიღოს იმიტომ რომ რაღაცა ბიზნეს ლედი არის რა და თუ ეს სიამოვნებას განიჭებს ხშირად უნდა გააკეთო შენი ენერგიის წყარო თუ არის ეს წამოიღე ენერგია იქიდან მიხვდი ანუ ნაძალადებად თუ აკეთებ ეხა მაშინ სხვა თემა არის ვიღაცა არის რომ მოკლა ეგ არ უყვარს და იმ აი უდიდეს სიამოვნებას და ძალიან გემრიელ იმებს აკეთებდა რა ქვია ნამცხრებს გააკეთე ყველას გვაქვს ჩვენი ანუ ეს ჯერ ეს უნდა მოძებნო ალბათ რა არის შენი ენერგიის წყარო იმიტომ რომ ჩვენ ენერგიას საიდანღაც ვიღებთ რა მარტო საკვებიდან არ ვიღებთ არიან ადამიანები რაღაცა პირდაპირ იღებენ აი რაღაცა კოსმოსიდან მოძდით ეს ენერგია და უშრეტი ენერგია აქვს მაგრამ იმათაც ჭირდებათ რაღაცის ენერგიის წყაროს პოვნა ამას რო ვერ პოულობ მე იწყებ ვიღაც ადამიანებიდან ენერგიის წამოღებას და ენერგოვამპირი ადამიანები ვარიან ხოლმე რაღაც ტოქსიკური ტიპები მაგიტო ხდებიან იმიტომ რომ უკვე ენერგია აღარ აქვს ვეღარ ყოფნით და ირგვლივ გარემო ვამპირი სადეძებს აი ფილმებში გინახავ სადეძებს პირველი სისხლს ვინყავს ირგვლივ რა აი ცოლი რო ქმარს ჭამს და ქმარი ცოლს და მეზობელს და მამაშვილს და ასე შემდეგ რა ფილმებში როგორ არის ხოლმე პირდაპირ გაგემით ვამპირი ზუსტად ეგრეა ენერგოვამპირების ეგრე იქცევიან იმიტომ იმას სისხლი უნდა სხვანაირად ვერ გადარჩება და ამიტომ ეძებს ირგვლივ და ბოლოს ეს იგივე კითხვა რა დაგისვა რომ ისევ და ისევ რადგანაც მე მგონია რომ ძალიან კარგად გესმის ბავშვების და ნუ ამის ეს იგი შესანიშნავი ის გაქვს ხო არეალი აი ჩვენი შვილების გადმოსახედიდან რას ურჩევდი ამ ქალბატონებს რომ რა სჭირდებათ ყველაზე მეტად ჩვენ შვილებს შენ რაღაცები ახსენე მაგრამ რაღაც რო შევაჯამოთ ყველაზე მეტად ჭირდება შვილს ბედნიერი მშობელი ანუ ბედნიერი მშობელი არის შვილის ყველაზე მაგარი ჯილდო აი როცა შვილი იმიტომ რომ აი ჩემთან წერით თერაპიის კურსზე ყოველი მეორე შემთხვევა кейსი როცა ჩვენ განვიხილავთ ხოლმე არის რა ანუ შემდგარი ადამიანია თვითონ კარიერულად და
და აქვს უკიდურესად დიდი დანაშაულის შეგრძნება, იმიტომ რომ თქვა 90-იანების რადგან ბავშვები ვართ, რომ მე როცა ჩემი კარიერა რო შემდგარიყო, დედა ჩემი ამ წელებზე ფეხს იდგავდა, მამა ჩემი ამას აკეთებდა და ეს განცდა ანგრევთ. აი ვერ ირგებენ ცხოვრებას, იმიტომ რომ ეს დანაშაული შეგრძნება აქვთ. მივხვდი, ეს არის ერთ-ერთი თვითონ როგორც მშობლები. თვითონ უკვე როგორც მშობელი, ზოგი არც არის მშობელი, მაგრამ ეს კლავთ ეს დანაშაული შეგრძნება, რომ აი ჩემს გამო ჩემო მშობელმა რაღაცა თავი გაწირა. არ უნდა აჩვენო მშობელი, შეუნდა უთხრა მე რომ რაღაცას ვაკეთებ, მე თვითონ მომწონს ეს და ამიტომ ვაკეთებ. თვითონაც მაგ სცენარში არიან თავსწირავენ ხშირად მე შვილებისთვის და სჭირდებათ შვილებს თავგაწირული შვილებს სჭირდებათ ბედნიერი მშობელი. აი რამდენი ადამიანიც გაბედნიერდება, იმდენი იმისი შვილი გაბედნიერდება. აი ეს ფორმულის მჯერა მე და რა მგონია რომ ეს ამართლებს. დიდი მადლობა გურამ და ესე დავველოდებით შენს მეორე წიგნს. ამ თემაზე. მეორე რომელია? როგორ ველაპარაკოთ შვილებს, ხელი გამიშვიდედა და ეხლა. ეს წიგნი არ ვიცი როგორ ველაპარაკოთ შვილებს, ეგეც საყიდელი გოხ ესე იგი. მადლობა დიდი. მადლობა, აბა კარგად.